ყველაფრის მაგას რომ მე თვალებში ჩავხედე პირველივე დღეს ვიცოდი ეგვინი ხო და თუ ამას ერი გადაყლაპავს რა დღეს მოხდა საბოლოოდ ყველაფრის ყოველდღე უნდა გვწემონ მაგასმა ყოველდღე უნდა გვიმტრიონ სად აგდია ის მასხარაშვილი სად არის ის ზაზაბეგაშვილი მე პირადად დიდ პასუხისმგებლობას ვაკისრებ იმ ხუბანეიშვილს ქეთოს აი იმ ხუბანეიშვილს რომელიც არის ყველაზე დიდი სპეცრაზმენი გამოეთქლიოს ეხლა და პასუხი გაგოს ყველაფერზე და 1000 სისულელები რო ლაპარაკობენ თითქოს ესე იგი მივიდნენ და შუშები ესროლეს მომიტინგებმა ნამუსი მაინც აღარ არის ამ ქვეყანაზე არ ვერ დაგვაშინებენ არ მოხდება ეგ ამბავი 73 წლის კაცი ვარ დღეს შემომკლან მაგრამ დედაეტირებათ მაგათ დავთავრებულია მაგათი კონცერტი ბადო გიორგი თქვენი კომენტარი მე გაფაზაშია ახლა ეს ყველაფერი და თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა მე კვლავ ოპტიმისტი დავრჩები, შეფასებები ჩვენ გავაკეთეთ, რა თქმა უნდა ეს არის აღმაშფოთებელი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნათლად ჩანს ხელისუფლებას არ აქვს მოქმედების რესურსი. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ისინი ზიან და მსჯელობენ უკან დახევის გზებზე. ეს არის ის მაქსიმუმი სიბილწე, რომელიც ძალა დარჩათ. ისინი ვარეს შეიძლება ყველაფრის კადრებლები არიან, შეიძლება ვარესის გაეკეთებინათ, მაგრამ ამის ძალა აღარ დარჩათ. უბრალოდ შხამი დაელიათ, ენერგია გამოელიათ, უბრალოდ ჯარი გამოეცალათ. ჩვენ დღეს უნდა გვესაუბრა ამაზე. ჯარზე გვითოთა საუბარი. მუხროვაში არ იყო არანაირი აჯანყება, მუხროვაში იყო დაუმორჩილებლობა, ჯარმა უარი თქვა პიკეტის საწინააღმდეგო ქმედებისკენ, ანუ ის კახეთის გზატკეცილზე როცა უნდა გადაკეტილიყო ეს გზები. ამ დავალებას აძლევდა, ამ დავალების მიცემას სურდათ და ჯარმა განაცხადა უარი. ყოველგვარ არანაირი კავშირი იმ ბატალიონის მეთაური მართლაც ვაჟკაციკაცია, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა არასდროს პოლიტიკოსებთან, მან თავისთვის თვითონ გააკეთა ზნეობრივი არჩევანი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია თვალში ნაცარი გვაყაროს სააკაშვილმა, მაგრამ მან და მისმა ესე ვთქვათ მეგობრებმა თუ რა ქვია ბანდამ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მან ხო კარგად იცის რა რესურსი აქვს. მან ხო კარგად იცის რომ არანაირი რესურსი მას არ დარჩა. შეიძლება მას ხარს უჭერს რამდენიმე ტვინ გადაბრუნებული კერპთაყვალისწებელი, რომელსაც უბრალოდ სხვანაირად აზროვნება არ შეუძლია და კერპის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მაგრამ მას რეალური დასაყრდენი საქართველოში არ აქვს. ანუ ეს არის ანუ ჩათვალეთ რომ გაგრძელებაც იქნება ეს შეიძლება ცალკეულ აქციას და ცალკეულ მოქმედებას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მას რესურსი დღეს არ დარჩა იმისა რომ ქართველი ხალხის ნება დათქუნოს. ეს შემთხვევაში არის ბატონო გიორგი, ლოგიკაში არაჯდება. ეს ხო რელიგიური ეს არის დღესა. რაღაცა ტაქტი გამოეჩინათ, რაღაცა მოეთმინათ დღეს, რა გაკეთდა ისეთი ვიდეო და აქცია და თუ კი ძალას იხმარდნენ, იმ შემთხვევაში ეხმარა ძალა, თავიდან რატო დაიწყეს ამ რეზინის ტყვიების სროლა? ბატონო დავით, აქ არის ორი მომენტი, ორი მიმდინარეობა. ერთი ის, რაც ხალხის და მეორე თავისი მომხრეებისთვის. ანუ მას ენგრევა ნაციონალური მოძრაობა როგორც ასეთი, იქშით რღვევები მიდის, იქ არის უმოყრილება და მას ყავს ტერორის ქვეშ თავისივე მოძრაობის წევრები. მას სურს რომ თავისი მოძრაობა არ შემოეცალოს, თავისი ყოფილი მომხრეები არ დაეშალოს. ეს მე ვფიქრობ უფრო გათვლილი იყო თავისი შიდა ძალის დემონსტრირებისთვის და არა ხალხის. არა დღეს არ ეკნათ ეს. არ ეკნათ დღეს ეს. თავს იჭრიან 100-ზე მეტი დასახიჩრებულია და სისხლი აქვს, 100 ქართლის სისხლი ადინეს დღეს. ბატონო, თვალიდელ დღეზე ფიქრი რო შეეძლოს ნაციონალურ მოძრაობას, რაღაცა დაგეგმა რო შეეძლოს. აგვისტოში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ქვეყანაში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ეს უზარმაზარი რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, სხვანაირად იქნებოდა გამოყენებული. ისინი ცხოვრობენ ერთი დღით და ისინი წვიდავენ ერთი დღით ამას. ეს ხო უნდა გადააყოლონ კაც საქართველოს როგორ შეიძლება? ანუ მე სამხედრო საქმის სპეციალისტი ვარ, ნაციონალური მოძრაობის შესწავლა ეს საკითხი ვერ მოვახერხე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენი შეკითხვები გამიზნული იქნებოდა პრაგმატულ ადამიანებისკენ. ეს ადამიანები არ არიან პრაგმატულები. კარგით ბატონო გიორგი, ქალბატონი თამარცინცაძე შემოგვიერთდა, იქედან მოდიხართ მე როგორც ვიცი და ასევე მაყურებლებს მინდა გითხრათ, რომ დათო მაღრაძე შემოგვესწრება ეს 5 წუთში და ბაკურ ბაკურაძე ესენიც იქ მოყვნენ, აი ამ კატასტროფაა თუ საშინელება, რაც პოლიციის ამ ავადსახსენებელ შენობასთან დატრიალდა დღეს საღამოს. ქალბატონი თამარ მოგვიყევით რა ხდებოდა, თქვენ რა გაიტანე და რა მოხდა? ბატონო დავით, ეხლა დღეს ისეთი დღე არის, რომ ალბათ უნდა ვულოცავდეთ ერთმანეთს, მაგრამ უკვე ამისი აღარ არის.
მეგონა თუ 7 ნოემბრის მერე ესეთ რამეს კიდევ ერთხელ ჩვენი ხელისუფლება ქართველ ხალხს გვიბოძებდა. დღეს მოხდა ის რომ მოგეხსენება იქ რა მოხდა რომ მიხვედით ახლოს იქიდან მართლა დაიწყეს იქიდან დაიწყეს სროლა ჩვენ ყოველ შემთხვევაში ესეთი შტაბეჭდილება დაგვჭა იმიტომ რომ ხალხის მხრიდან არავის არაფერი არ უსვრია ეხლა თუ ლაპარაკი არის იმაზე რომ ხალხი მიაწყდა აი ამ რკინის ღობეს და იმას ეჯაჯგურებოდა იგივე ამბავი იყო გუშინ აი ეს ჟურნალისტი რომელიც საკანს აჯაჯგურებდა და ამის გამო იცით რა ინციდენტიც მოხდა იქ და დაიჭირეს ხო გუშინის ახალგაზრდები ვინც მერე გინებისთვის აი ამ ჯაჯგურისთვის იმისთვის რომ ამ ჯაჯგურის დროს იქ ქალი დააშავდა დაიჭირეს ეს ახალგაზრდები და ამ ჯაჯგურისთვის შეიძლება იქიდან ქვები ისროლო რეზინის ტყუები ისროლო ძალიან ბევრი ადამიანი არის დაშავებული თქვენ პირადად ნახეთ აი რამდენი მეტრი იყავით ამ ღობიდან, როდესაც ეს კოლონა მიდიოდა, რომ სროლა მე ღობესთან ვიყავი. აი იმ ცენტრალურ შესასვლელთან მოხდა, იქიდან დაიწყეს პირველად. ისე მთელი ღობის გასწვრივ არიან ისინი დარაზმულები. ცოტა ადრე მივედით ჩვენ სანამ მთლიანად მოვიდოდა ხალხის ძირითადი კოლონა, ცოტა ადრე და მოდიოდა ძალიან დიდი ნაკადი აი ამ პოლიციელებისა. იდგნენ აი ეს ფარები ქონდათ აფარებული იყო აქიდან შეძახილები რომ რა გინდა ჩვენ ხო უიარაღო თავად ვაჩვენებდით რომ არაფერს არავის არ ვერჩით ნამდვილად არ მეგონა, აი ხო გეუბნები და უმრავლეს ადამიანს ნამდვილად არ ეგონა. თუ დღეს კიდევ ერთხელ ესეთი რაღაცა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. ეს ნაკადი რომ მოვიდა ძირითადი ხალხის მივიდნენ აი ამ ღობესთან და აი მომენტალურად ატყდა ეს ამბავი. ლევან გაჩეჩილაძე ალბათ 5 წუთი არ იყო გასული რომ მოხდა თავი ქონდა ლევანი იყო ერთ-ერთი პირველი ვისაც თავი გაუტეხეს. მისი ძმა უცნობი გადაევლო ამ. აი გეუბნებით ქალბატონი ნინოს აი ეს ჩვენივე წევრები ვინც იცავდნენ მაღალი ეთყობა იმის გამო რომ მაღლები არიან სამივე ბიჭი არის დაზიანებული სამივე არის თავგატეხილი შალვა ოგბაიძე არის თავგატეხილი ქალბატონი ნინოს აი ეს ქურთუკი რაც აცვია სულ ამ რეზინის ტყუებით არის დაზიანებული აი საშვილს შუბში მოხვედრა ესე იგი თავებში უმიზდა ძირითადად ადამიანები დაზიანებული აქვთ ძირითადად თავი ძირითადად და მე იცით რა აი ეს ფარებზე რო უბრახუნებ რა ბრძოლის ყიჟინა არის ვინმე საბრძოლველად იყო იქ შიშიოკებდნენ თავიანთ შიშიოკებდნენ ეგრე მე არ ვიცი იცით აი გეუბნებით ნამდვილად არ მეგონა თუ ესეთ რაღაცას ქართველი პოლიციელები კიდევ არიან ესენი პოლიციელები ესენი არიან სპეცრაზმი პრეტორიანული გვარდია ანუ მერაბიშვილის ამაზე ქართველები ხომ არიან ბატონო დავით აი მე იმდენი არის იგინდარა და ნაზირალა რა უნდა მათ მობილიზებას დაპურებასა და ესეთ ერთი განცხადება თუ შეიძლება ბატონო დავით სანამ ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ მთელ მოსახლეობას მოუწოდებთ რომ შეიკრიბონ რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ. ეხლა დღეს აქ წყდება საქართველოს ბედი, ყველა ადამიანის ბედი, ჩვენი მომავლის, ახალგაზრდების ბედი. თვითონ ჩვენი ხელისუფლების ბედიც წყდება. თქვენ არ გძულხართ ვეუბნები ხელისუფლებას. თქვენ ვერ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა. ამიტომ გთხოვთ რომ გადადეთით და მიეცით საშუალება ადამიანებს ვინც ამას უკეთესად გააკეთებს, რომ ჩაიბარონ ხელისუფლება. თქვენთვისაც იქნება უკეთესი. თამარ ეს მითხარით იქ რამდენი კაცი არის ახლა? მომიტინგეები და წამოს. იცით რაში არის ბატონო დავით? ძალიან მიჭირს ამისი თქმა, იმიტომ რომ აი ერთი ქუჩა ესე, მეორე ვიწრო ქუჩა, მაიაკოვსკის ძეგლთან იყო ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის შეგროვილი. ამიტომ ჯამში რამდენი არის? რომ მოვიცვას ყველა 3000 არა 3000-ზე მეტია ბატონო დავით კი 3000-ზე მეტია და ამის შეეშინდათ ეთყობანის სპეცრაზმუკებს იქედა როგორ გამოახსენეთ ხა ჩემი ესენი თანამშრომლები შემოვლით წამოვიდნენ ესე გზებზე სულ ხალხი არისო ეს მართალია იცით როგორ არის მე ჩვენ წამოვედით სანაპიროთი ეხლა სანაპიროზე რო ჩამოვედით იქ უკვე ხალხის ნაკადი გამოცდენილი არის ძირითადად ეხლა ხალხის ნაკადი იყო მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზემოთ ტრასაზე
და თვითონ ეს რა ქვია იმ ქუჩას გელოვანის ქუჩა გელოვანის გამზირია კი მე მითხრეს რომ ის გადაკეტილი არისო გელოვანის გამზირი რომელია ის არ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ წამოვედით ქვემოდან. ამბობდნენ რომ გადაკეტილი არის. ეს მე როგორც ვიცი თქვენ ქალბატონი ნინოს პარტიიდან ხარ და დარჩნენ იქა თქვენი ლიდერები? დარჩნენ. დემოკრატიული მოძრაობა არის იქ, თუმცა აი ეხლა ეს მოწოდება მე მაქვს მათგან მიღებული ეს ინფორმაცია გადაწყდა რომ წამოვიდნენ და რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ ჩატარდება კვლავ გაგრძელდება მიტინგი. აი ახლა მე სააგენტოდან მომივიდა ინფორმაცია, რომ სამართალოსთან ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. როგორც ჩანს, იქ ნამდვილი ხალხი არის. ბევრი ხალხია ნამდვილად. და იმ სამი ბიჭის გათავისუფლებას არ აპირებენ. ვინმე არ გამოსულა იქიდან ოფიციალური პირი? არა, ოფიციალური პირი იქიდან არ გამოსულა ეს სამი ბიჭი. ეხლა რატომ მოხდა თან იცით, აი ესეთი მსვლელობა, რატომ გადაწყდა? აი მაბატია, თქვენ ინფორმაციასაც ვიტყვი, ფიქრია შეისხრაზე სააგენტოს მიაწოდა რეზინის ტყვიები აქვს. მოხვედრილი დავით გამყრელიძე რამდენიმე ტყვია მოხვედრია მას საშინელება ხდებოდა წვიმა იყო აი წვიმასავით დავიბენით საერთოდ რა ხდებოდა იმიტომ რომ ახლა ესეთ რაღაცაში პირველად ვარ ნამდვილად მოყოლილი ავტომატურ რეჟიმში ისვრიან რეზინის ტყვიებს აი ესე ხდებოდა დიახ მას ველაპარაკე და მიდის ხო რა მოდ ჩვენ მაყურებელი შემოვიყანოთ გისმენ დიახ ეთერში ხართ დათო ქეთი ვარდოლიძე დიახ ქეთი გისმენ მე უბრალოდ ქუჩაში მომისწრო ამ ამბავმა სახში რაღაც ბევრი ავანტყოფი მყავს და ეხლა წავალ სადაც საჭიროა იქ წავალ გამაგებინეთ ეხლა ძალიან პატრიოტიზმ ყველას მაგრამ რა არ გვეგონა რა როგორ არ გეგონათ რომ ესენი ამას გააკეთებდნენ რაც გუშინ ამათ მოაწყვეს რაც გადაიღეს რაც დადგეს რაც მოხდა რა არ გეგონათ ყველაფერი მეგონა მაგრამ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ არ გამოვა ესე არა ეს არის რაღაცა უკვე გაუგონარი ამბავი გაუგონარი აი ეხლა მაინტერესებს სად არის გია ჭანტურია ის ფაშისტი ოფიციალური ფაშისტი გია ჭანტურია პირველი არხი ნამდვილი მართველი ლევან ყუბანეიშვილი აი ეხლა იმ ბავშვს თვალი რო დაუზიანდა და თვალს დაკარგავსო ვიღაცამ თქვა ეხლა მეორე არხზე კეთილი ინებონ ეხლა მაესტროზე ვიღაცამ თქვა აბა დაუბრუნონ ეხლა იმას ის თვალი რა ხდება ესა აი მაინტერესებს ეხლა ქალბატონი ქეთუსია იგნატოვა ჩვენი ცნობილი ახალგაზრდა მწერლები ეგენი სად არიან ეხლა აი როგორ გაამართლებენ ამას ყველაფერს ეს გუშინდელი ამბავი ხო იმისთვის იყო მოწყობილი რომ დღეს გიორგობაზე ესეკნათ მარტო იმიტომ იყო ეს გუშინდელი ამბავი რომ დღეს ეს გაეკეთებინათ ისა ქალბატონო ისა ქეთი აბატიეთ რა კონსერვატიულმა პარტიამ გააკეთა განცხადება რომ აქცია სამნაწილად დაიშალა თურმე ნაწილი დიღმის ტრასას კეტავს მეორე ნაწილი აღმაშენებლის ზეგთან არის ხოლო მესამე ნაწილი კვლავ პოლიციის სამმართველოს წინ იმყოფება სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არის მობილიზებული ხელკეტებით და სხვა აღჭურვილობით მათ ხელმძღვანელობს თბილისის საპატრულო პოლიციის შეფი გიორგი გეგეჭკორი რომელიც ადგილზე იმყოფება აქციის მონაწილეებს შორის პანიკა მათ ნაწილს სახეზე დაზიანებები აქვს ნაწილი კი ამ დროისაც სავატყობ ფოში სასაფო დახმარების ბრიგადებს გადახავთ აი ამ წუთის სიტუაცია ეს არის ჩვენები ცდილობენ იქ ძალიან ისეთი დახურული ზონა არის ანძას ვერ უმიზნებენ როგორც კი შევძლებთ ჩავთავთ იქედან პირდაპირ ტრანსლაციაში დათო ჩემო კარგო ეხლა მინდა პირდაპირ თქვენი ეთერით მიმართო ქალბატონ სანდრა რულოვს რომელმაც გაიარა თუ ამთავრებს მედდების იმას აი ეხლა მე მიმართავ წავიდეს და მოუაროს დაჭრილებს დასახიჩრებულებს ავანტყოფებს აი ამაზე რას მიპასუხებს მე სახში ვერ დავჭდები იმიტომ რომ ხალი ვარ დამიჭირონ დამარტყან რაც უნდა ისქნან მაგრამ მე წავალ ეხლა მთავრობის სასახლესთან ეს მაგამწავალ მე იქ წავალ წავიდე მზდიონ მიირტყან რაც უნდა ისქნან მე მინდა ჩემაშვილებმა იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში ამათ ამ თავისუფალ ქვეყანას მოუჭირეს ყელში ყველგან სადაც კი შეიძლებოდა დაამცირეს ჯარი მარტო იმის ჩამონათვალი რა დღეს წაიღონ ეხლა ევროსაბჭოში ეს ჩამონათვალი და ატრიალონ იქ დიდ ეკრანზე აი იმ 155 სოფელის სახელი ატრიალონ ევროსაბჭოში დიდ ეკრანზე და მე მომახსენოს მე ბატონმა მათიას იორშმა როგორ დავკარგეთ ჩვენ ეს ყველაფერი რა გარიგებაზე წავიდა საქართველო
თუ არ წავიდა მაშინ ისიც ამისნან რომ არ წავიდა აი ამაშია საქმე ეხლა წავიდნენ მოვიდნენ სადაც უნდა დამიჭირონ სადაც უნდა იქ წამიყვანონ ამაზე უბედურება რა უნდა გამიკეთონ მადლობა ქალბატონო დიდი მადლობა ბატონო გიორგი მაინც გამოსწილი კაცი ხარ სამხედრო კაცი ხართ ეხლა აი ძნელიც არის აი ამის აი ცივი გონებით შეფასება თქვენ კი შემომძახეთ რომ ცივი გონებით უნდა შევხედოთო აკერ ქალბატონია ექედა მოსვლის სიტყვასავით წამოვიდოთ რა თუნდოდათ ეხლა ქალბატონმა კეთი თქვა რომ ეს შურიზება ეკება მართა შიშის გამო და უვიცობის გამო აი დაინახეს ამდენი ხალხი და დაიწყეს როლადარის ბატონო მე ეჭვი მაქვს რომ ისინი იგებენ დროს მათ სურთ თავიანთი ქონების დასაბინადა გარკვეული დრო ჭირდებათ ისინი შეშინებულებიან მათ გამოიცალათ ჯარი მათ აღარ ყავთ თავისი ჩინოვნიკებიც კი საუბრობენ უკვე რომ მათ მობეზდათ ესეთი მართლობა მე ეჭვი მაქვს რომ ისინი ამ ღონისძიებებით ამ რღვევის შენელებას აპირებენ შიგნით ისინი წავსა გიორგი მეგობრულად გეუბნებით მართა ემოცი გაიშვათ ის ბიჭები სამივე როგორც კი ეს კოლონა მიუახლოვდა გამოსულიყო ეს გეგეჭკორიათო ვინ უბედურება არის და გამოეყო მათ ზულთ ქართველიერი მათ ზულთ საზოგადო მათ სახელმწიფოს ქართული სახელმწიფოს ზულთ როცა ის ადამიანს სიძულვილი გამოდრევს ძნელია რაღაც ესეთი ნაბიჯები გადადგა მათ ელემენტარულად ყველა მათ ნაბიჯი გამოშვის სიძულვილი განსაკუთრებით გადადგა კომპრომისის ხელისუფლება გადადგა აი გამოეშვათ ის ბიჭები მათ სიძულვილის გამო დაბნელებული აქვთ გონება მე ეჭვი მეპარება რომ ქვეყანას გუფავენ ესე ბატონ გიორგი ქვეყანა მათ არ არის მათ ქვეყანა რომ აგვისტოში დაგუპეს მათ ქვეყანა დატოვეს ყოველგვარი სუვერენიტეტის და როგორ გითხრათ ახლა ფაქტიურად ჩვენ აგვისტოში გქონდა დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ დაკარგვის დიდი შანსი. აი ეს არის აქა დათო მაგრაძე მოვიდა აგერ და ქალბატონო თამარ დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობთ თქვენ. მე ახალს გაიგებ თუ შეგვატყობინებთ დაგვავალებთ. მე მაინც აი მოხსენით რა. აი ესა გიორგი რა მინდოდა მეკითხა აი ნო კი მაგრამ აი მაინც რატომ დღეს აი რატომ დღეს და საღამოს აი წავიდა ხო ეს კოლორ ეს ხო დაუგეგმავი იყო ეს ბატონ დავით ყოველდღე რაღაცა მოხდება უკვე სანამ ისინი გაწელონ მე ეს სიტუაციებს გამოეშვათ ეს სამი მათ დაკარგეს კონტროლი სახელმწიფო მიუშვეს სახელმწიფოს აღარ მართავენ ისინი მხოლოდ დაკავებული არიან რაღაც კიდევ ერთხელ შეშინებული ადამიანი როცა გარბის ის ცდილობს რომ აი იმოქმედოს არა გონები რო გარბის ზედმეტ რიცხო იძრობენ რომ ადვილად გაიქცეს ისინი იძრობენ ზედმეტ ეს სამი ბიჭი ხوار მოხდებოდა ეს მასობრივი სისხლისღვრა ეს მეტი კერაფელი ისინი უნარონი არიან რაიმე მოქმედებისკენ კიდევ ერთხელ მათი მთავარი ამოცანა მათი მთავარი მახასიათებელი ხარ რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის სიძულვილი და ეს არის პანიკა ფაქტობრივად ერთია როგორ იქცევა იქ სპეცნაზი და მეორე არის როგორ იქცევა ქვეყნის მართველი ძალა ქვეყნის მმართველმა ძალამ ასე არაადეკვატურები არიან დაკარგა არა მე ვფიქრობ რომ ისინი უკვე აღარ მართავენ სახელმწიფოს